მოგესალმებით ყველას, მე მქვია გიორგი გუგულაშვილი, ვინც არის ის ვარ street workout calisthenics ათლეტი, დაახლოებით 10 წელზე მეტია რაც ამ სპორტის სახეობაში ვარ და დღეს ამ ვიდეოში მინდა გავცე კითხვებს პასუხი, რომელიც დამისვით Telegram ჯგუფში და თუ თქვენს გინდათ რომ შემოგვიერთდეთ, ვიდეოს აღწერაში იქნება Telegram ჯგუფის ლინკი, უბრალოდ გადადით, შემოგვიერთდით, თქვენს დასვით კითხვები თუ რამე გაინტერესებთ, დაგეხმარებით, ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ, мотивაციას მივცემთ და ასე შემდეგ. ასე რომ შემოგვიერთდით და თვალყური გვადევნეთ. და სანამ თავარ თემაზე გადავიდოდეთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და აქვე დამიწერეთ კიდევ კომენტარებში თუ რა თემაზე გსურთ შემდეგი ვიდეოები რომ იყოს. ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს, ეგრევე დავიწყოთ პირველი კითხვით. რა არის ყველა ის დეტალი და აქტივობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს street workout-ის განვითარებას საქართველოში? თემა არის საკმაოდ მტკივნეული, რადგან ვინც ამ სპორტის სახეობაში არის, იცის რომ იმ დონეზე ვერ იმყოფება ეს სპორტის სახეობა, როგორზეც უნდა იყოს. ამის თავისი მიზეზებიც აქვს, რა თქმა უნდა და პირველი ეს არის ჭრილიდან გამოსვლა. შეიძლება ძალიან ბევრი სპორტსმენი ვარჯიშობდეს ამ სპორტის სახეობაზე, მაგრამ იმის გამო რომ უბრალოდ ისინი არ ჩანან, ამ მათ შესახებ არაფერი არ უწოდეთ. შეიძლება ზოგს უბრალოდ სახლშიც კონდეს სავარჯიშო კუთხე მოწყობილი და მოედანზეც არ გამოდიოდეს. მეორე ეს არის აქტიურობა სოციალურ სივრცეში და ყველა იმ საჭირო პლატფორმის ათვისება, როგორც არის იგივე TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, რომ ადამიანებმა გაგვიცნონ, დაინახონ რომ ამ სპორტის სახეობაზე ვარჯიშობენ ბიჭები, თუნდაც გოგოები, კარგი სპორტის სახეობაა, ლამაზი სპორტი არის და უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ რომ მათაც ივარჯიშონ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი დეტალი და ნიუანსი ეს არის შეკრებებზე სიარული. ნუ თვითონ შეკრების ჩატარებაც, ინიციატივის გამოთქმაც, რა თქმა უნდა, და სიარულიც, რადგან კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და ეს ადამიანები, რომლებმაც ესე ვთქვათ, თქვენგან გაიცნეს ეს სპორტის სახეობა, ერთმანეთს დავაკავშიროთ, გავაცნოთ და შეიგრძნონ ეს სავარჯიშო ატმოსფერო, რაც არის მოედანზე. შემდეგი ეს არის უკვე ადამიანი, ორგანიზატორი, რომელიც ამ ადამიანებს, რომლებიც შეკრებაზე მოდიან, ორგანიზებას გაუწევს, შესთავაზებს სხვადასხვა შეჯიბრის ჩატარებას, ღონისძიებას და კიდევ ერთი დეტალი და ნიუანსი ეს არის უკვე სპონსორის გამოწევნა, რომელიც ამ ყველაფერს დააფინანსებს. რა თქმა უნდა, სპონსორი ასეთ საქმეში ფულს არ ჩადებს, თუ შეჯიბრზე 5 ადამიანი მოდის და პლუს ამას არც მაყურებელი არ ყავს ამ ყველაფერს. ამიტომაც ეს არის ის ნიუანსები, რაც აუცილებელი არის, რომ გამოსწორდეს, ასე რომ ვთქვათ. ამ ყველაფერს ასევე ისიც დაეხმარებოდა, რომ გუნდები შეიქმნებოდა, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოშიც რამოდენიმე გუნდი მაინც ყავდეს, ან ერთი გუნდი მაინც იყოს, რომელიც ისე ვთქვათ, ლიდერობას გაუწევს ამ სპორტის სახეობას და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაინტერესებს და ამ ადამიანებსაც მოუნდებათ ამ გუნდთან ერთად ვარჯიში და ასე შემდეგ. აი ჩემს უკან ზუსტად ახლა ბიჭები დარბიან და ძალიან სასიამოვნო სანახავი არის ახლა. სად ერთი ადამიანი როცა ვარჯიშობს, სად ახლა 30 ადამიანი რო დარბის მაგალითად. მეორე კითხვა. სად ხედავ ამ სპორტს 10 წლის შემდეგ? ამ კითხვას რაც შეეხება, მინდა რომ რეალობას გავუსწორო თვალი და ჩემი აზრით დიდად არაფერი არ შეიცვლება, ან ისე იმ დონეზე ვიქნებით, ან თუ ეხლა აქ ვართ, აი ოდნავ აიქ ვიქნებით და რაც არ მგონია რომ დიდ რაღაცა იმას წარმოადგენდეს. ძალიან მარტივად რო დაგანახოთ, რატო ვფიქრობ ესე. ადამიანები ვარჯიშობენ, კარგ დონეზე ადიან, გადის დრო, არაფერი არ ხდება, სადღაც 3-4 ადამიანი არის, რომელიც კარგ დონეზე არის, მოვეზდებათ ეს ყველაფერი, სწავლენ, დაანებებენ თავს, აი ამასობაში ახალი თაობა წამოვა, რომელმაც ამ ადამიანებისგან мотиваცია მიიღო, შემდეგ ესენი გაძლიერდებიან, ისევ არაფერი არ მოხდება, ესენიც თავს დაანებებენ, ესენი კიდევ ახლებს დააინტერესებენ და აი ესე რაღაცა კრუგზე ვივლით და სამწუხაროდ არაფერი არ შეიცვლება, რადგან 4 და 5 ადამიანი სამწუხაროდ ამ სპორტში ბევრს ვერაფერს ვერ იზავს, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი ინტერესი და უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ სპორტის სახეობაში. შემდეგი კითხვა ასეთი არის, мотиваციაზე გვესაუბრე, მენტალურ მდგომარეობაზე, მხარეზე, რომელიც სპორტსმენს სჭირდება, როგორ შევინარჩუნოთ ვარჯიშების კონსისტენცია და ვაქციოთ პრიორიტეტად დღე-ღამის განმავლობაში, ასევე ხანგრძლივ დროში. ამ კითხვაზე საუბარი საკმაოდ დიდხანს შეიძლება, თუმცა ვეცდები რომ ძალიან ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიაში არ გადავარდე. ზოგადად ესეთ გამოთქმა არსებობს ცხოვრებაში გვაქვს ორი უმნიშვნელოვანესი დღე. პირველი როცა გავჩნდით და მეორე როცა გავიგეთ თუ რატომ. აქედან გამომდინარე რომ ვფიქრობ რომ мотиваციის დონე ადამიანებში განსხვავდება. ზოგი პირველივე ასაკიდან ისეთი აზრებით, ისეთი აზროვნებით, ისეთი ამბიციით არის, ესეთი მიზნებით არის, რომ ის პირველი უნდა იყოს, ის საუკეთესო უნდა იყოს. ზოგი ადამიანი ამ ყველაფერს საკმაოდ მოგვიანებით ზრდასრულ ასაკში ხვდება ხოლმე. ზოგი საერთოდ ვერ ხვდება. ეს განპირობებული არის იქიდან, რომ ალბათ საკმაოდ კარგ და ესეთ კომფორტულ ზონაში იმყოფებიან ეს ადამიანები, ცხოვრებაში არაფერი არ სჭირდებათ, ყველაფერი აქვთ, რაც სურთ და აკმაყოფილებთ. ამიტომაც არ აინტერესებთ რომ ზედმეტად
თავისი ენერგია და დრო დახარჯონ სხვადასხვა რაღაცებში, რაც ერთი შეხედვით მათ არ სჭირდებათ. თუ ვარჯიშებს საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ვარჯიში და ორგანიზმის სტრესში ჩაგდება. მაგრამ ცხოვრება საკმაოდ საინტერესო რაღაცა არის, შეიძლება ერთ დღეს რაღაცა კონდეს, ყველაფერი კონდეს სიტყვაზე, მეორე დღეს აღარაფერი აღარ კონდეს. რა დროს დაგეცდა ფეხი, არავინ არ იცის და სწორედ ამ პერიოდში, როცა პირადად გაუსწორებ თვალს ამ პრობლემებს და დაიწყებ ამ ყველაფერთან ბრძოლას და ომს, მაშინ რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ უმეტეს შემთხვევაში უმეტეს ადამიანში мотиваციის დონე უკვე აქ აიწევს. მაგალითად მე ჩემი მოსწავლეები, ზოგიერთი ჩემი მოსწავლეები, ზოგიერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც მოუმართავს შემთხვევით დახმარება, დასჭიროება იგივე ვარჯიშებში, იგივე კვების ამბავში, ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ მე უფრო მინდოდა რომ მიზანთან ახლოს ყოფილიყვნენ და პროგრესი ქონოდათ, ვიდრე თავად მათ. რადგან კი, კარგია, როცა პირველი გავიგეთ ანუ мотиваციის მხარე ანუ გავიგეთ რომ რა გვინდა, რომ გავიგეთ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ამ საქმიანობას, რასაც ვაკეთებთ, რაც გვიწევს რომ გავაკეთოთ, არ შევიყვარებთ, ეს ყველაფერი იქნება ძალიან დამღლელი, მოსაბეზრებელი და დროთა განმავლობაში უბრალოდ გულს ავიცრუებთ და გვექნება უკვე პრობლემები მენტალურ მხარესთან და დისციპლინასთან. რადგანაც ზოგ ადამიანს შეიძლება ისეთი გეგმები ჰქონდეს და ისეთი მიზნები ჰქონდეს, რაც დიდ დროს მოითხოვს და სულ სწრაფ ადამიანებს ასეთი დიდხნიანი რაღაცები არ მოსწონთ ხოლმე როგორც წესი და ხშირად ანებებენ შუაგზაში თავს. ხო როგორ პრინციპში რა ხა მე არ მეზარება ხოლმე სავარჯიშოდ წასვლა ყოველ დღეს ესე სავარჯიშო განწყობაზე ვარ ხოლმე. არა, ეს ესე არ არის. მეც თავს ვაძალებ ხოლმე. ნებისმიერი რაღაცა პრობლემა, დაბრკოლება, რაც ცხოვრებაში შეგხვდება, თუნდაც წარმოიდგინოთ, რომ ეს რაღაც ცოცხალი არსება არის. სიტყვაზე ვიღაც ადამიანი არის, რომელმაც კუთხეში მოგიმწყლიათ და სხვა გზას არ გაძლევთ. ან ერთადერთი გზა გაქვთ და ყველაფერი მთელი თქვენი ენერგია, ძალა, რავი, ადრენალინი უნდა გამოიმუშაოთ და გამოიყენოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანთან ბრძოლაში შეხვიდეთ, ომში შეხვიდეთ, უნდა გამოხვიდეთ ამ ბრძოლიდან აუცილებლად გამარჯვებული, ცოცხალმკვდარიც რომ იყოთ, აუცილებლად მხოლოდ ერთი გზა გაქვთ და აუცილებლად უნდა გაიმარჯვოთ. ასეთი განწყობით უნდა იყოთ ნებისმიერ მომენტში, როცა თქვენ რაღაც პრობლემები შეგექმნებათ мотиваციასთან და დისციპლინასთან. ასე რომ როგორც კი სიზარმაცე შემოგიტევთ, მაშინვე გაუბრაზდით საკუთარ თავს, გააღიზიანეთ საკუთარი თავი, მთელი ეს ძალა, ენერგია და სიბრაზე გამოიყენეთ და დახარჯეთ იმ დაბრკოლებასთან საბრძოლველად, რაც გაქვთ და მთელი ეს ნეგატიური ძალა მოკლედ დახარჯეთ იქ და შემდეგ ძალიან ბედნიერი იქნებით, რადგან თქვენ საკუთარ თავთან გაიმარჯვეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით თქვენი მიზნებისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არის პირველი мотиваცია, უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე ეს არის მენტალური მხარე და დისციპლინა, რომ ამ ყველაფერმა, ასე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ეს ჩვენი мотиваცია ბოლომდე გამოყვეს და ბოლომდე მივიტანოთ და ბოლომდე მივახციოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის. შემდეგ ეს კითხვა არის, უფრო მეტად კითხვაც არ არის, ეს არის უფრო თემა, ანუ იზოლაცია ქალისთენიკაში. მაგრამ მოდით ჩვენ გადავაქცევთ კითხვათ, რადგან ეს ისეთი თემა არის, რომ ამაზე ცალკე წმინდა ვიდეო გადავიღო, მაგრამ მე გადავაქცევ კითხვათ ხა. ვთქვათ ესეთი რაღაცა. ქალისთენიკაში შეიძლება თუ არა იზოლაცია მოხდეს კუნთოვანი ჯგუფების და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს. რა თქმა უნდა, ვინც ვარჯიშობთ, იცით რომ დარბაზში უფუნება გვაქვს იქ. შტანგებიც არის, გირებიც არის, სხვადასხვა დანადგარიც არის, სადაც შეგვიძლია საბაზისო მოძრაობებიც შევასრულოთ და შეგვიძლია იზოლირებულად ვავარჯიშოთ კუნთები. ვინც არ იცის, ანუ საბაზისო მოძრაობა ნიშნავს იმას, სადაც რამდენიმე კუნთის ჯგუფი მუშაობს და იზოლაცია არის, სადაც ერთ კონკრეტულ კუნთს ავარჯიშებ რაღაც კონკრეტული მოძრაობით. ქუჩაში ეს ფუფუნება არ გვაქვს, რადგან აქ ჩვენ გვაქვს ტურნიკი, გვაქვს ორძელი, გვაქვს ძირსაზიდვები და შვედური კედელი. და ამ ყველაფერზე ძირითადად საბაზისო მოძრაობები სრულდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზოლაცია შეუძლებელი არის. უბრალოდ ცოტა რთული არის. მაგალითად, ჩვენ დაგვჭირდება რეზინა და რეზინის დახმარებით გავაკეთებთ ამ მოძრაობებს, სხვათა შორის ჩემს არხზე უკვე დევს რეზინის დახმარებით სხვადასხვა კუნთზე იზოლირებულად ვარჯიში. შეგიძლიათ შემოხვიდეთ, შემდეგ გადახვიდეთ პლეილისტებში და იქ ნახოთ ვლოგები და იქ უკვე იპოვით ამ ვიდეოებს. და ასევე გამოგვადგება რგოლები, ან ტანვარჯიშის რგოლები, რაც სამცხაროდ არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რომელიღაც დარბაზში ნახავ და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოებს. რაც შეეხება ეფექტურობას, ჯობს რომ ეს იზოლირებული ვარჯიში გავაკეთოთ, სავარჯიშო სესიის ბოლოს, მაგალითად ჯერ დავიწყოთ ჩვეულებრივი საბაზისო მოძრაობებით, თუ ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად ზურგს და ბიცეპს, დავიწყოთ ჯერ 3-4 ვარჯიში, ძელზე, ტურნიკზე, სხვადასხვა ვარიაციით და ბოლოს უკვე გავაკეთოთ იზოლირებულად ბიცეპსის ვარჯიში, რასაც ხა თქვენ ვიდეოში ხედავთ და ეს უფრო კარგად რგოლებზე გამოვიდოდა, მაგრამ არა უშავს. და ასევე გვაქვს ტრიცეპსის ვარჯიშიც იზოლირებულად, ანუ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვეულებრივ ძელზე აზიდვა, ორძელზე აზიდვა, ძირს აზიდვა, სხვადასხვა ვარიაცია, ბარდიპს მაგალითად და უკვე ბოლოს დავასრულოთ, ანუ ფინიშერი უნდა იყოს იზოლირებული მოძრაობა იმ კონკრეტულ კუნთზე, რასაც ვავარჯიშებთ იმ დღეს.
აი ესეთი ამბავი გვაქვს მოკლედ. შემდეგი კითხვა, ეს არის ლავიწის ტკივილი ორ ძელს როცა ვასრულებთ მძიმე წონებით. ეს პრობლემა პირადად მე არ მქონია, მაგრამ ბევრისგან მსმენია და დავინტერესდი. ანუ თავარი პრობლემა ეს არის ტექნიკა, თუ როგორ ვასრულებთ ამ მოძრაობას. ხშირ შემთხვევაში მკერდი აქვთ ხოლმე საკმაოდ გახსნილი, ანუ აი ასე ვიდეოში ნახავთ ახლა ამ ყველაფერს და ამ თემაზეც ცალკეც მინდა რომ ვიდეო გადავიღო. ხშირ შემთხვევაში შიდა ნაწილის ტკივათ ხოლმე, აი ეს ნაწილის ტკივათ ხოლმე, ასეთ დროს შეიძლება ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ კიდე ეს მოძრაობა, ანუ ჩვენ უბრალოდ ქვემოთ არ ჩავალთ, ოდნავ მოვიხრებით და ისე გავაკეთებთ ამ მოძრაობას, ამას ამ ვიდეოსაც ხა ხედავთ ეკრანზე და კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მკერდი არ არის ელასტიური, ანუ არის გასაწევი. ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგნაირად, მაგალითად ძელს რაღაცა რკინას იქნება ეს თუ კედელი შეიძლება იყოს, ხელი მივადოთ და გავწელოთ. აი ასეთ მდგომარეობაში რომ აი ეს ნაწილი გაიწელოს და უფრო ელასტიური გახდეს, ესე რომ ვთქვათ. შეგვიძლია ასევე იგივე ძელს აი ამ ნაწილით მივეყუდოთ და ოდნავ შიგნით შევიწიოთ და ეს ნაწილიც ასევე გაიწელება. ორივე მხარეს ეს ყველაფერი რომ გააკეთოთ, ძალიან კარგი იქნება და იმედი მაქვს რომ საომაროდ აღარ შეგაწუხებთ ეს პრობლემა. შემდეგი თემა ეს არის bent arm და straight arm. ესეც უფრო მეტად არის თემასავით, ამ კითხვა არ არის უშუალოდ დასმული, მაგრამ მოდი მე ესე გავაკეთებ. მაგალითად, როგორ შეგვიძლია გადავანაწილოთ ეს სპლიტი, ეს ვარჯიშები. ანუ გეტყვით რომ straight arm არ ნიშნავს იმას, რომ ხელები გაშლილი გვაქვს, ან როცა ისეთ მოძრაობებს ვასრულებთ, ისეთ ვარჯიშებს, სადაც ხელები ყოველთვის გაშლილი არის, ეს ძირითადად კალისთენიკაში არის ელემენტების ვარჯიში, front lever-ი, back lever-ი, თუნდაც პლანჩე, ფლაგი და ასე შემდეგ. და ისეთი მოძრაობა, ანუ bent arm, სადაც იდაყვი იხრება და იშლება. სხვაობა არის სწორედ ეს, დატვირთვის მხრივ, რა თქმა უნდა, როცა ხელი გაშლილი გვაქვს, ანუ straight arm-ის დროს დატვირთვა უფრო მეტად მოდის ესზე, ბიცეპსზე, მაჯაზე, ხოლო bent arm-ის შემთხვევაში საპირისპირო მხარეს, ანუ იდაყვის სახსარზე და ტრიცეპსზე. აქედან გამომდინარე, როცა ელემენტებზე ვარჯიშობთ, ანუ აი ამ პოზიციებზე როცა ვარჯიშობთ, ყესი მუშაობს, ყესის აღდგენა დაახლოებით 72 საათი სჭირდება, ამიტომ ყველაზე კარგი იქნება თუ კვირაში 2 მაქსიმუმ 3 დღე ვავარჯიშებთ აი ამ მოძრაობებს. და კვირაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ დღეს გქონდეს ამ ორი bent arm-ის და straight arm-ის ვარჯიშები გაერთიანებულად ერთ დღეს. თუმცა ეს ისე უნდა იყოს, რომ არც ერთი მხარე არ იყოს დომინანტი, ანუ სიტყვაზე 3 ვარჯიში ამ straight arm-ზე გავაკეთეთ, 3 ვარჯიში bent arm-ზე გავაკეთეთ. და იმასაც გეტყვით, რომ ამ ყესს თუ სჭირდება აღსადგენად დაახლოებით 72 საათი, კუნთს სჭირდება 24-48 საათი აღდგენისთვის. და შემდეგი კითხვა ეს არის Grace Groove, კარგი არისო? ეს არის ვარჯიშის ერთ-ერთი მეთოდი, სადაც ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ ერთ მოძრაობას, ვაკეთებთ ჩვენი მაქსიმუმის ნახევარ გამეორებას, ვაკეთებთ ძალიან ბევრ მისვლას, ვაკეთებთ ყოველ დღე და ვაკეთებთ დიდ პერიოდში, ანუ ეს გულისხმობს დაახლოებით თვე-ნახევარი 2 თვის განმავლობაში. მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ გავზარდოთ აწევების რაოდენობა, გავაუმჯობესოთ ნეიროკუნთოვანი კავშირი და ესე რომ შევაფასო ახლა ეს მეთოდი. მაინც და მაინც ახლა მე არ გამომიცდია ჩემს თავზე, სხვა როცა იძახის რომ კარგიაო, ახლა 30 კაცი რაღაცას რო იძახის, მაინც და მაინც არ მჯერა ხოლმე, რადგან ესეთი რაღაცები არის საკმაოდ ინდივიდუალური. თუ შენს თავზე არ გამოცადე, ვერ გაიგებ ეს კარგია თუ არა. შეიძლება ჩემთვის კარგი იყოს, ახლა რომ დავიწყო, მაგალითად თვალიდან გადავწყვეტე რომ ესე ვივარჯიშო და ნახო შედეგი. შეიძლება ჩემზე ამან იმუშავა, მაგრამ მე ვერ გეტყვი რომ აი შენზეც უეჭველი იმუშავებს. ამიტომ ცოტა მიჭირს ახლა ესე შევაფასო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ეს ერთი შეხედვით მე მაინც ვფიქრობ რომ ყოველ დღე არ არის საჭირო, შეიძლება კვირაში 5 დღე გააკეთო ესეთი სტილით ეს ვარჯიში. ასევე ცუდი ისაა რომ ვისაც სურს კუნთოვანი მასის გაზრდა, ამაზე ეფექტი არ ექნება ამ პროგრამას, ეს არის მხოლოდ ნეიროკუნთოვანი კავშირის გასაძლიერებლად, რომ უფრო კარგად შევიგრძნოთ ეს მოძრაობები, რასაც ვაკეთებთ, თან აი ამ ვარჯიშზე მხოლოდ ის მოძრაობა უნდა გააკეთოთ, რაც არჩეული გაქვთ. ანუ თუ გინდა რომ ტურნირზე განვითარდე, იმ დღეს ამ მეთოდში აკეთებ მხოლოდ ამ მოძრაობას. იქ აზიდვა გააკეთე, იქ სხვა ვარიაცია გააკეთე, არა. რაშიც გინდა რომ განვითარდე, მხოლოდ ის ერთი მოძრაობა უნდა გააკეთო. ესეთი მეთოდი არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მიზანი არის ის, რომ გამეორებების რაოდენობა უნდა გაზარდოთ და ასეთი მეთოდი გინდათ რომ გამოიყენოთ, ოდნავ მცირე დამატებითი წონა ჩართეთ, ვფიქრობ, რომ კარგი უნდა იყოს. მაგალითად, ფეხზე მოიბით 1 კილოიანი რაღაც სიმციმე, ანუ ორ ფეხზე რომ მოიბოთ, უკვე 2 კილოა პლუს 2 კილო, ასეთ მეთოდში ვფიქრობ, უფრო საინტერესო უნდა იყოს და უფრო მეტად ეფექტური უნდა იყოს.
დღეს სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის. იმედი მაქვს, რომ საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდეთ, შეიძლება ბევრისთვის რაღაც თემები უცხო იყო და კიდევ უფრო მეტად დაგაინტერესეთ იმედია და აუცილებლად დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, აუცილებლად საინტერესო თემებზე გვექნება ისინიც. აბა დროებით.